გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღეს ჩემი პატარა გადაცემა მექსიკიდან, ქალაქი არა, კუნძულ კოზუმელიდან მიმყავს. სულ რამოდენიმე სიტყვით დასასვენებლად ვარ აქ კიდევ 3 დღე, სულ რაღაც ერთი კვირით ჩამოვედი, უბრალოდ ჩვენს მხარეებში, ჩრდილოეთ ამერიკაში ისეთი სიცივეებია, რომ აუცილებელია ზამთარში ერთხელ მაინც გახვიდეს სადღაც, ცოტა მზე მაინც რომ დაინახო. აი ესეთი ძნელი ამერიკაში შრომა, ბუნებრივი პირობები, რა თქმა უნდა, ხანდახან გაუსაძლისი არის ხოლმე ჩრდილოეთში. დღეს უბრალოდ რა მინდოდა მეთქვა თქვენთვის. ბევრი თქვენთაგანი მეკითხება იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი ამერიკაში ვიზის მიღება, ან მწვანე-ბარათის მიღება, თუ ამერიკაში საკმაოდ გარკვეულ რაოდენობის ფულს დააბანდებთ. დიახ, ეს შესაძლებლობა არსებობს. თუ შეხვდათ ამერიკის საიმიგრაციო გვერდზე სხვადასხვა ვიზის კლასიფიკაციებს შორის ამოვიკითხავთ ეგრეთ წოდებულ E-ვიზებს, ანუ ინგლისური E ვიზებს და ამ ვიზებში არის ჩამონათვალი ის ვიზები, როდესაც თქვენ რაღაც ინვესტიციას აკეთებთ ამერიკაში და ამის ნიადაგზე შეიძლება ვიზის მიღება. ძირითადში ეს საკითხი როგორ დგას? საჭიროა გააკეთოთ გარკვეული ინვესტიცია და ეს შტატიდან შტატში არის სხვადასხვა რაოდენობის თანხა. მე მგონი ყველაზე მინიმალური არის 500,000 და გარკვეულ შტატებში არის მილიონი ან მილიონზე მეტი ამერიკულ დოლარებში, რა თქმა უნდა. და საჭიროა რომ შექმნათ სამუშაო ადგილები. ანუ შეგიძლიათ დაარსოთ კომპანია, გადმორიცხვოთ ეს ფული, ეს ძალიან უხეშად ვამბობ, და ეს ფული ამუშაოთ იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ადგილები გარკვეულ წილში მე მგონი, ჩემი ცოდნით, და მე ექსპერტი არა ვარ ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ-ერთი თანამშრომელი ამ კომპანიის, რა თქმა უნდა, იყოს თქვენ თვითონ. რამე თუ თქვენ გამოდიხართ მთავარი ინვესტორი, ხო? ისე თუ სერიოზულად ფიქრობთ ამერიკაში თანხების დაბანდებაზე და ამერიკაში ჩამოსვლაზე აი ამ ინვესტორის ვიზის საშუალებით, აუცილებლად გირჩევდით იპოვოთ საიმიგრაციო ადვოკატი. ამერიკაში ეს პროფესია ძალიან კარგად მუშაობს, არის ძალიან ბევრი კვალიფიცირებული საიმიგრაციო ადვოკატები და ეს საიმიგრაციო ადვოკატები უკვე დაგეხმარებიან თქვენს დაკვალიანებაში. იცით, იმდენად ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვიზების შესახებ, რომ ძალაუნებურად ალბათ მომავალში მომიწევს მე უფრო ჩაწვდომა ამ საიმიგრაციო საკითხებში, იმისათვის რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე რა თქმა უნდა ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვამბობ, რომ ეს არ არის ჩემი საქმიანობა, მე ამას როგორც ჰობი ისე ვაკეთებ, ამ ვიდეოებს ვიღებ როგორც ჰობი და არავითარი ჩემთვის ეს საქმიანობას არ წარმოადგენს. ჩემი საქმიანობა არის სულ სხვა, კერძოდ უძრავი ქონება, მაგრამ თუ ეს ბევრად საჭიროა, ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ იქნებ შევეცადო უფრო მეტი გავერკვე ამ საკითხებში და თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, შევეცდები სერიოზულ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, დავეხმარო ამერიკაში ჩამოსვლაში, ჩემი ცოდნით და ჩემი რჩევით, რა თქმა უნდა. აი ესე შემიძლია ჩამოვაყალიბოთ დღევანდელი ჩემი პოზიცია, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი საქმიანობა ძირითადად უძრავი ქონებია, მე არ უჩივი ჩემს საქმიანობას, ძალიან მიყვარს და ჩემი ძირითადი შემოსავალი, რა თქმა უნდა, უძრავი ქონებიდან, ამიტომ ძალიან გქონთ, ნუ გაბრაზდებით თუ მე ვერ ვპასუხობთ ბევრ საიმიგრაციო კითხვაზე. კიდევ ერთხელ, ამისათვის არის საიმიგრაციო სამსახური ამერიკაში. მე მგონი მაგათი საიტი არის რუსულადაც, თუ ინგლისურად არ შეგიძლიათ, არის მე მგონი დარწმუნებულია რამოდენიმე ენაზე, ესპანურად, რუსულად მე მგონი და რა თქმა უნდა არსებობს აგრეთვე საიმიგრაციო ადვოკატები. შეგიძლიათ დაგუგლოთ უბრალოდ და აუცილებლად ამოვა რაღაცა საინტერესო. კარგით, იმედია თქვენი ახალი წელი კარგად დაიწყო და იმედია ზიანი ამინდია საქართველოში, ისეთი როგორც მექსიკაში იანვრის თვეში. ამინდით უბრალოდ ბრწყინვალე აქვს და გირჩევდით თუ შესაძლებლობა გექნებათ
ხოლო ამერიკაზე არ იფიქროთ, მექსიკაც ძალიან კარგი ქვეყანა ჩანს ბიზნესისათვის. მე რამოდენიმე რეპორტაჟი ჩავიწერე და აუცილებლად ავტვირთავ, თუ დაგაინტერესებთ, ნახეთ ჩემი რეპორტაჟები მექსიკის შესახებ. დროებით და მომავალ შეხვედრამდე.